გააკავშირა ადამიანმა კარმის გამათბობელი ყველა სხვა გამათბობელთან. როგორ მითხარი და მესამე თქვი ბაკი. ეხლა მეოთხე არის ცენტრალური გათხრობა. გაჭდება ქობის შეკეთება. ყველაზე მეტად ეს აინტერესებს მომხმარებელს. ახ პაუზა უნდა გააკეთო. ინტერვიუ პროფესიონალთან. კატეგორია გათბობის ხელოსანი. სახელი, გვარი, სპეციალობა. გამარჯობათ, მე ვარ კახაბერ ბერიძე, გათბობის სპეციალისტი სერვისებიდან. სერვისები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნონ პროფესიონალების სხვადასხვა კატეგორიიდან. რამდენი წელია მუშაობთ ამ სფეროში? ჩემი გამოცდილება დაახლოებით დაიწყო 2009 წლიდან დაახლოებით 15-16 წელიწადი არის ამ სფეროში ვარ. არ იყო მაშინ დიდი არჩევანი ამ სპეციალისტების და ამიტომ მოგვიწია ჩვენ თავად სერვისის გაწევა მომხმარებლებზე. რომელ სისტემებს მოიცავს თქვენი სფერო? ცენტრალური გათბობის ბოილერები, საქვაბეები, წყლის გამაცხელებლები, გაზზე მომუშავე, წყლის გამაცხელებლები, რომელიც არის ელექტროენერგიაზე მომუშავე და ასევე არის მზის ენერგიაზე. ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ? განათბობას ვერ თავს მომხმარებელი, როდესაც გასულ სეზონზე გამორთო და შემდეგ აღარ იხმარა, გაზის აირი არის გაგუჭებული აირის შიგნით და ის აირი თუ არ გამოიდმება, არ დაჰაერდა, გაზის განათბობას მომხმარებელი ვერ თავს. ძირითადად ეგ გამოძახებები გვაქვს. თუ გახსოვთ, პირველად როდის განათავსეთ განცხადება სერვისებზე? თუ არ ვცდები 4-5 წლის წინ დამიკავშირდა წარმომადგენელი, ვინც მირჩია, რომ ხომ არ განვათავსებდი განცხადებას ტექსტიც თავისთავად დავხვეწე მე თვითონაც და ეს იყო ყველამაც განაპირობა შემდგომში ნელ-ნელა მომხმარებლების მოზიდვა. ბატონო რა უნდა გავითვალისწინოთ წყლის გამაცხელებლის შეძენისას? გამდინარე წყლის გამაცხელებლები არის ორი ტიპის, ესენი არის მექანიკური და ავტომატური მარეგულირებლით. ავტომატურ მარეგულირებლებს აქვს საშუალება წყლის წნევის სვალებადობის მიუხედავად თვითონვე არეგულიროს გრადუსი. მექანიკურ წყლის გამაცხელებლებს აქვს ეგეთი პრობლემა, რომ წყლის სვალებადობასთან ერთად იცვლის გრადუსი. თუ ეს ძალიან ხშირი არის წყლის სვალებადობა, ამ შემთხვევაში არაკომფორტულად ითვლება, ამ შემთხვევაში თუმცა ისინიც კარგად მუშაობენ, თუ სტაბილური წნევა არის, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას იმაზედაც ვწერთ. რას გვეტყვით წყლის გამაცხელებლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? მოხდა უბედური შემთხვევა, გაზის გაჟონვა, CO-ს გაჟონვა და ასე შემდეგ. პირველ რიგში წყლის გამაცხელებლები, რომელიც იყიდება ბაზარზე, არის ღია წვის კამერით. ანუ ღია წვის კამერა ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს მეორე მილი, დამატებითი მილი, პლუს ამას ნიავის დროს ან ქარის დროს შესაძლებელია ეს CO დააბრუნოს უკან და ჩამოიტანოს ოთახში და არის ხოლმე სიტუაციაც, როცა სავალალო შედეგიც დგება. დახურული წვა უკვე არის მეორე ტიპის, ანუ ახალი ტიპის, რომელიც ჟანგბადს იღებს გარედან და ასევე ნახშირორჟანგსაც გაიტყოცნის წნევით გარეთ, რომელიც სახლში ინსტალაციის დროსაც კი არის აბსოლუტურად უსაფრთხო. როგორ შევარჩიოთ ენერგოეფექტური გათბობა სახლისთვის? თუ ენერგოეფექტურობაზე მიდგება საქმე, ამ შემთხვევაში ჰელიოს სისტემებს ვერაფერი ვერ ჯობია ამ შემთხვევაში. მნიშვნელოვანი არის განისაზღვროს იზოლაცია, კონკრეტული ფართის შესაძლებელია იყოს საერთო ბინაში. საერთო ბინას გაცილებით დიდი იზოლაცია აქვს, ვიდრე კერძო სახლი იქნება ეს თუ რაიმე ობიექტი იქნება მაღალმთიან რეგიონებში არის სხვა კლიმატური ცვლილება. პლუს იზოლაცია როგორი არის ბინის, იმის მიხედვით უნდა დაიგეგმოს სწორედ, როგორი ბატარეები შეირჩეს კონკრეტული ოთახებისთვის. ბატარეა როგორ არის ქართულად? რადიატორის გამათბობელი ტიპი. რადიატორი არა ბატარეა. ბატარეა შეიძლება თქვა, მეგონი ბატარეა. ანერგიის ასეთი კოლტე კიდევ მას სიტაკი. რადიატორი. რაც შეეხება მასალას, რა მასალისგან მზადდება თითოეული, ეს იქნება პანელური რადიატორი თუ ეს იქნება სექციური რადიატორები, ამას მნიშვნელობა აქვს. მეტალი მოცულობა არის, დიდი წონადი არის და მეტალი არის ხარისხიანი,
ექსპლუატაციაში დიდი არის მისი ხანგრძლივობა და პლუს ამას თბო ენერგიასაც უფრო მეტს გამოყოფს. რა განსხვავებას ხედავთ მომხმარებლებთან კომუნიკაციაში მას შემდეგ, რაც სერვისებს იყენებთ? მნიშვნელოვანი გახდა თვითონ როგორ აღიქავს მომხმარებელი, როცა მირეკავს, ხო? თვითონ მიგეუბნება უკვე რომ იცით რა არის, მე თქვენი ნომერი ვნახე, მათ ყველაზე მეტი რევიუ ვქონდათ და იმ კომენტარებმა დამაინტერესა და ამ კომენტარების გამო გირეკავთ, ესე იგი თქვენ კარგი სპეციალისტი ბრძანდებით, ანუ როგორ ჩანს, ესე იგი რევიუები რაღაც მნიშვნელობას მაინც ანიჭებს. რა პრობლემებია კარმა სისტემებთან ზამთარში? პრობლემას წარმოადგენს კარმის მოდელში წვის კამერა. ნახშირორჟანგს გამოყოფს მოკლედ ფარსონკა, რომელიც დევს მის კამერაში და წვის კამერას, რომელიც აქვს უკანა მხარეს კარმას, ბზარს იკეთებს უკანა მხარეს. ეს ბზარი მე დროთა განმავლობაში იკეთებს შოვს, ვიდან უშვებს CO-ს. თუმცა იმ რაოდენობით ვერ უშვებს, ეხლა რასაც შეიძლება გასქურა უშვებს. ავიღოთ ერთი კამფორა. რა ჯდება ქვაბის შეკეთება? რა ჯდება ქვაბის შეკეთება? ყველაზე მეტად ეს აინტერესებს მომხმარებლებს. მოკლედ, ქვაბის შეკეთება დამოკიდებულია მისი დაზიანების ხარისხზე. ვიზიტის ღირებულება არის 50 ლარი. თუ არ ჭირდება რაიმე ნაწილის შეცვლა ან დამატებით სამუშაოს არ მოითხოვს, ანუ ვიზიტის ღირებულებაში შედის ეს მომსახურებაც. როდის სჭირდება ქვაბის ნაწილს ჩანაცვლება და როდის შეკეთება? თუ დეტალი არის წყობილიდან გამოსული, მნიშვნელოვნად ამ შემთხვევაში ჭირდება გამოიცვალოს ის ნაწილი, მაგრამ არის ნაწილები ქვაბში, რომლის ძირითადი პროცენტის შეკეთებას ექვემდებარება. მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლება ახლისგან განსხვავებით მაინც უნდა იყოს, რომ ის ნაწილი, დეტალი იქნება თუ რამე იქნება შეკეთდეს. რას ურჩევდით სხვა პროფესიონალებს სერვისებიდან? ვიყოთ ბოლომდე პასუხისმგებელი მომხმარებელთან ურთიერთობაში. თუ რამეს ვაკეთებთ, თუ რამე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ბოლომდე მივიყვანოთ ეს კონკრეტული სიტუაცია, გამოცდილებას ყოველდღიურად ვიძენთ და არ არის ისე რომ რაღაც ზონაზე ვჩერდებით და იქ მორჩა და ყველაფერი გათავდა. არა, პირიქით მივდივართ წინ. მადლობა სერვისებიჯის იმისთვის რომ მომცა საშუალება ჩემი თავი კარგად გამეცნო მომხმარებლებისთვის. სერვისები G. ყველა მომსახურება ერთ სივრცეში.